ამჯერად უკვე პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელაძე უპასუხებს ჩვენ კითხვას. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ცხადია, ჩვენ უნდა დავწყოთ საუბარი პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე. გახარიას პარტია ითხოვს სამართლებრივ რეაგირებას პარლამენტში მომხდარ ამ ფაქტზე, თქვენთვის ეს ცნობილია. მოყავს რამდენიმე მაგალითი, სწორედ ეს მაგალითები დღეს დაწუნებული იყო თქვენი ფრაქციის თავმჯდომარის მხრიდან. პირადად თქვენი მოსაზრება როგორია სამართლებრივ რეაგირებაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, მეც უერთდები ჩემი კოლეგების იმ განწყობას, რომ რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის რაც არის პირველი სათქმელი არის ჩვენი მხრიდან ბოდიში მომხდარი ფაქტის გამო, თუმცა მე თავად გახდით ამ დაპირისპირებაში მონაწილე, უშუალოდ ჩემსა და ფარულავას შორის დაიწყო ეს დაპირისპირება, ჩვენ გქონდა ძალიან მშვიდი საუბარი, რის შემდეგაც ბატონ ფარულავას არ ვიცი რა მოელანდა, რა მოეჩვენა, წამოვიდა აგრესიაზე. მე დღემდე ვერიდებოდი ამ თემაზე საჯაროდ საუბარს, მაქსიმალურად თავს ვიკავებდი, ცოტა უხერხულობად მეჩვენებოდა ამასთან დაკავშირებით ჩემი მხრიდან კომენტარების გაკეთება, იმიტომ რომ საზოგადოება მე მგონი ყველაფერი ნათლად იხილა, ხო, როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა, რა მოხდა და ამის შემდგომ რა მოაყოლეს ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა, ხო? მე ცოტა ჩემთვის მოულოდნელი იყო ჯერ ერთი ის, რომ ელემენტარული გამბედაობა უნდა ქონოდა ფარულავას და თავისი კოლეგებისთვის ეთქვა, რომ იქ ჩემი მხრიდან მისამართით არანაირი შეურაცხმყოფელი არ ყოფილა, რასაც თქვათ, შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვია და შემდეგ ეთერ-ეთერ დადიოდნენ და რა ვიცი 1000 სულელეს თხზავდნენ და 1000 ბინძურეს იგონებდნენ და თითქოს ეს ყველაფერი დადგმული იყო, პროვოცირებული. ნუ ეს ყველაფერი მეტყველებს მათ ადამიანობაზე, მათ კაცობაზე და მათ თქვენ როგორც თქვით, ბევრი მოვისმინეთ ამბების მიმართ ნახეთ. მეორე მხრიდან, აი თქვენი მოყოლილი ამბავიც გვაინტერესებს, რამ დაიწყო ელემენტარულ შედარებას აი არაფერი, აი პირდაპირ გეუბნებით, არაფერი წყნარი მშვიდი ლაპარაკი კოლეგებს შორის იმ შეურაცხყოფებზე, რაც ისმოდა ტრიბუნაზე მდგომისგან, პრემიერ-მინისტრის მისამართით, მე უბრალოდ ადამიანს ვკითხე, მოწონდა თუ არა ეს და იჯდა თუ არა ეს ადამიანურ ფარგლებში პიროვნული შეურაცხყოფები, რასაც მისი მხრიდან არ ვიცი, პასუხები ვერ გაგვცა, ვერ გამცა და ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება და აგრესია თუ რა იყო. ჩემთვისაც ჩემს გვერდზე კოლეგები იჯდნენ და მათთვისაც მოულოდნელი იყო, ძალიან მშვიდად ვსაუბრობდით, უხსნიდით, რომ არც კი გავიგეთ, რომ არის პოლიტიკა, მაგრამ არსებობს რაღაც წითელი ხაზები და პიროვნულ შეურაცხყოფებზე არავინ არაფრიდან გამომდინარე ამმა გადავდიოდეთ. ჩვენ მოვისმინეთ ასევე ჩვენი გუნდის ოფიციალური განცხადებაც ამასთან დაკავშირებით, ხო, ეს მე რაც მოყარო სამართლებრივი რეაგირება უნდა მოყოლო და ამ ყველაფერს ესეც ნაციონალურ მოძრაობას გადაუჯოყრეს ამაშიც, ხო? აი ნაციონალურ მოძრაობას არ უკადრია ეგეთი რაღაც, ყველას გვახსოვს, ხო? წინა პარლამენტი, იმის წინა პარლამენტი რა დახუნძლული იყო ესეთი ფაქტებით, ესეთი მოვლენებით, მაგრამ არავინ არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ აი ჩხუბის გამო სამართლებრივი რეაგირება უნდა მოყოლოდა. ნუ მიჩვეულები ვართ ამ ადამიანებისგან ესეთ ქცევას. არ უნდა გაგვიკვირდეს გახარიას წარმომადგენლებისგან, რომლებიც ვერ ხედავენ მილიონ კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს, რო აკარგვინებენ ქვეყანას, იმას ვერ ხედავენ და ეხლა სხვა რაღაცები რო ვერ დაინახონ. არც ეს არის გასაკვირი, აგერ რაღაც სამი ფაქტი მოიტანეს, ორსულ ქალთან გააიგივეს თავი და ნუ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს, ხო, ეხლა ელემენტარულია. არასპორტული საქციელის გამო ორ სხვა მოცემულობაში რო გადავიტანოთ ეს სიტუაცია, გუნდებმა რო იჩხუბონ ერთმანეთში რაღაც სპორტული ღონისძიების დროს არასპორტულად რომ მოიქცეს ერთი გუნდი მეორესთან მიმართებაში და მეორე გუნდმა რო სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, მოითხოვოს აი ესეთ რაღაცა თქვენი აზრით რატო წამოწიეს ეს თემა, რა მიზანი აქვს? ანუ თქვენ ვეთქვით, რომ არაერთი მაგალითი არსებობს მსოფლიოში პოლიტიკოსების დაპირისპირების თაობაზე, იგივე საკანონმდებლო ორგანოებში. მართლაც გვინახავს ძალიან ბევრი. აი თუ ამ პრაქტიკას იცნობს გახარიას პარტია, რატო სჭირდება ამ გარკვეული ჩემი აზრით რაღაც გარკვეული დღის წესრიგის შექმნა უნდათ ამ თემიდან გამომდინარე, რომ თითქოს საზოგადოებას აწვდიდნენ მცდარ ინფორმაციას, რომ მცდარი აზრი ჩამოყალიბებულიყო ამ თემასთან დაკავშირებით, თორე აგერ მე ვისთანაც დაიწყო უშუალოდ ეს დაპირისპირება ოპოზიციონი კოლეგის მხრიდან, აგერ მე ვარ ცოცხალი მაგალითი და მე ვამბობ იმას, რომ
იქ არაფერი არ მომხდარა ისეთი, რომ ჩვენ შორის ფიზიკური დაპირისპირება უნდა მომხდარიყო. არ ვიცი, ან წინასწარ ქონდათ განზრახული ეს, რომ ელემენტარულ შეპასუხებას, ან აზრის დაფიქსირებას ეს უნდა მოყოლოდა მათი მხრიდან, ან არ ვიცი, მართლა ძალიან უსიამოვნოთ მიიღო ის ყველაფერი, რაც მე ვუთხარი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ იქ არ ყოფილა არაფერი შეურაცხმყოფელი, არაფერი დაძაბული, არაფერი ხმამაღალი, ძალიან ისეთი კორექტულობის ჩარჩოში მიდიოდა ჩვენ შორის საუბარი. თუმცა, კარგია ესეც, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და კიდევ ერთი ნათელი განსხვავება ჩვენ შორის. ისინი რა მსოფლმხედველობის ადამიანები არიან და ჩვენ აფსოფლმხედველობის ადამიანები ვართ და საზოგადოება ალბათ კარგად მიხვდება ყველაფერს. კარგით, მოდით ახლა სხვა თემებსაც შევეხოთ. ერთ-ერთი სასაუბრო თემა არის გუშინ იმედის კვირაში გასული ინტერვიუ ანდრია ჯაღმაიძის, რომელიც საუბრობს თუ რა საუბრები მიმდინარეობდა ევროპის მაღალჩინოსნების მხრიდან საპატრიარქოში LGBT თემის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, დახმარების თაობაზე, როგორ წარმოუდგენიათ ამ თემაზე არსებული მოსაზრებები საქართველოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ვრცელი ინტერვიუ იყო. შესაბამისად, მინდა კითხოთ, აი რატო ხდება ამ თემის, ესე ვთქვათ, აქტუალიზაცია დაუშვათ ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორც არის საქართველო, სადაც ასეთ თემაზე კონსენსუსის მიღწევა, არ ვიცი, ალბათ პრაქტიკულად ცოტა რთული და საკმაოდ რთული წარმოუდგენელია. წარმოუდგენ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მსგავს საკითხზე საქართველოში კონსენსუსის მიღწევა არის წარმოუდგენელი. ამაზე მთლიანი საზოგადოება თანხმდება. რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას ამასთან დაკავშირებით და მამა ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაკეთებულ კომენტარებს, ჯერ პირველ რიგში მადლობა უნდა უთხრათ საპატრიარქოს, რომ ამაზე ღიად დაიწყეს საუბარი. ჩვენ საზოგადოებას მუდმივად ვესაუბრებით, რომ ის რაც ევროპული ბიუროკრატიისგან მოდის, ის თავდასხმები, ხო, პირველ რიგში ეს მოდიოდა მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით, მოდიოდა ჩვენი აც გარდაცვლილი ნეტარი პატრიარქის მისამართით და ამ ადამიანებმა იცოდნენ რა იყო ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდნელი. ვინ ქმნიდა განწყობებს საზოგადოებაში და შესაბამისად ცდილობდნენ, რომ საპატრიარქოსთან ან როგორ ეყოთ ესეთი გამბედაობა, ეს ფაქტი კიდე ცალსახად აჩვენებს გარკვეულ ლუსტრაციას ახდენს იმ პროცესებისა, რაც საქართველოსთან მიმართებაში მიდის. ჯერ ერთი რომ როგორ არ უნდა იცნობდე იმ ქვეყანას, რომ ეს გაბედო და ეს გააკეთო და საპატრიარქოში მიხვიდე და LGBT პროპაგანდის მხარდაჭერა მოითხოვო. არ უნდა იცნობდე მის ისტორიას, არ უნდა იცნობდე მის წარსულს, არ უნდა იცნობდე მის ხასიათს, არ უნდა იცოდე საერთოდ არაფერი ამ ქვეყნის შესახებ, ამ ქვეყანაში მაცხოვრებლები ადამიანების შესახებ, რა მოსწონთ, რა წყინთ, რა უხარიათ, რა არის მათი მთავარი ღირებულებები და თქვენ წარმოიდგინეთ ამას, რომ ბედავენ, მიდიან ყველაზე გავლენიან ინსტიტუციაში, ხო? საქართველოს საპატრიარქოში და ითხოვენ ამას, აყენებენ საკითხს, რომ თითქოს ჩვენ იმ პროგრესულ ნაწილს ევროკავშირისა და იმ ხალხებისა ჩამორჩით, რაღაც განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და თხოვენ დახმარებას ამ მიმართულებით. აი ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ დღემდე ვიღაცას არ ჯეროდა და გარკვეულ კონსპირაციებად მიაჩნდა ის განცხადებები, რასაც ქართული ოცნება წლების განმავლობაში აკეთებს, იგივე ომთან დაკავშირებით, იგივე არასამთავრობოების უხეშ ჩარევებთან დაკავშირებით, მცდელობებთან დაკავშირებით, თავდასხმებთან დაკავშირებით და ზოგადად აი ამ ევროპული ბიუროკრატიის არაფორმალური გავლენების მქონე ჯგუფების ინტერესთან დაკავშირებით, ხო, ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია, რომ აი ერთი კონკრეტული შემთხვევით მარტივად უფრო მყარი აზრი ჩამოვიყალიბოთ ამასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რა ეს არის საკითხი, რომელზეც რაც არ უნდა მოხდეს, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი არა, სულ რომ რა ვიცი, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოუდგენელია, რომ რაღაცა კონსენსუსი შედგეს საზოგადოებაში, მით უმეტეს, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მთავარი ფლაგმანია, აი ზუსტად ესეთი ღირებულებების დაცვის და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ
ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მომავალი თაობა დაიცვას აი ესეთი მახინჯი პროპაგანდისტული რაღაც კამპანიური. კიდევ ერთ საკითხიც მინდა მოვასწროთ საუბარი, ეს არის თურქეთში მიმდინარე ნატოს სამიტთან დაკავშირებით მიმდინარე აჟიოტაჟი საქართველოში, მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, როცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამავე სამიტის ფარგლებში მეგობარი ქვეყნების, პარტნიორი ქვეყნების შეკრება არის დაგეგმილი, მაგრამ ამის მიუხედავად, რომელშიც საქართველო იღებს მონაწილეობას, უცოტა ხნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებაც გააგრძელა, მიუხედავად ამისა აქცენტი კეთდება ისეთ საკითხებზე, რომელზედაც სულ მალე შეიძლება ყველა დეტალი იყოს გარკვეული, მაგრამ მაინც ხდება ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟი. თქვენ რას უკავშირებთ ამ აჟიოტაჟს და საერთოდ რას უპასუხებთ ამ საკითხს? თქვენ წეღან იკითხეთ რა მიზანი უნდა კონდეს ოპოზიციას, თუნდაც აი პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ამგვარად წამოწევით. ნახეთ ზუსტად გარედან აი მათი დამფინანსებლები და მათი პატრონები ცდილობენ გარკვეული დღის წესრიგი შეუქმნან იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც პულსი აღარ ესინჯებათ, ხო? ესეც მორიგი რაღაცა მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება რაღაცა გარკვეული აჟიოტაჟი შეიქმნას ამ ფაქტით, რომ თითქოს საქართველოს არ დაუძახეს ნატოს სამიტზე, იქ როგორც ვიცი, ხა ჩემი ინფორმაციით შეიძლება ვწდებოდე. ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებაში რაღაცა ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიცია არ იყო, ერთი უკრაინა და უკრაინა კი ვიცით რის გამოა და რისი გათვალისწინებით ხდება მისი რაღაცა აი ამ ცოტა პრივილეგიურ სიტუაციაში აღმოჩენა არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, იქ ჰორმუზის სრუტის საკითხებია, ირანი ამერიკის დაპირისპირების თემებია, ომში ყოფი უკრაინა, შესაბამისად ეხა ჩვენთვის ეს არაფერს არ ცვლის რა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ შეიძლება საქართველოს არ მიიწვიონ ესეთ სამიტებზე, ესეთ მინისტერიალებზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ აი ამ ოპოზიცია შეუქმნან გარკვეული დღის წესრიგი, ეს მაგალითი ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვიძახი კასპიური დერეფნის თემასთან დაკავშირებით იყო შეხვედრა, წარმოიდგინეთ. და აი ამ რაღაცა დაკავშირებადობის თვალსაზრისით, შუა დერეფანთან დაკავშირებით და საქართველოს არ იყო მიწვეული. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო როლი ვისაც აქვს აი ამ პროცესში და ფორმატში, ხო? საქართველოს არ იყო მიწვეული და ეხლა რა უნდა გაგვიკვირდეს ამის მერე, არც მიწვევა აღარ გვიკვირს, არც არ მიწვევა აღარ გვიკვირს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია, რაც არ უნდა შეავიწროვონ ის მცდელობებით, რაც არ უნდა შეგვივიწროვონ სივრცე სამოქმედო. ჩვენ მაინც ჩვენს პოლიტიკას არ გადაუხვევთ, ეს იქნება ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს იქნება იმ მთავარი ღირებულებების და დაცვის თვალსაზრისით, იმ იდენტობის, იმ ისტორიის, ტრადიციების და კულტურის დაცვის თვალსაზრისით, რაც არ უნდა მოიმოქმედონ ქართული ოცნება ქართულ ხალხთან ერთად დგას ძალიან მყარად და უყურებთ. მადლობა, ირაკლი ხელაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს.